მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ ვიმყოფებით ლალიანთიძის სკოლაში. ეს არის პოდკასტი ლალისთან ყავაზე და დღეს ჩემი სტუმარია. ცოტა უჩვეულო სტუმარი მყავს დღეს, იმიტომ რომ ქალაქში აღმოვაჩინე ძალიან საინტერესო ორგანიზაცია, ეს არის BN აკადემია, რომელსაც საინტერესო ხედვა აქვს პროფესიონალიზმის და ზოგადად პროფესიონალიზმის და დასაქმების საკითხთან დაკავშირებით, ზუსტად ის რაღაცა, რაც ყველაზე მეტად მომწონს, ანუ ერთი როცა ადამიანი თეორიულად სწავლობს და მეორე იქვე რო ახერხებს მის პრაქტიკულ იმპლემენტაციას. ასეთი ადამიანები ძალიან მიყვარს და ძალიან დიდ პატივს იმ ადამიანებსაც, ვინც ამას აკეთებს და ასეთი საქმის ავანგარდში დგანან. მოკლედ, ასეთი ადამიანი არის ნელი ბარამიძე, რომელიც არის BN აკადემიის დამფუძნებელი, დირექტორი და როგორც ჩემთვის ცნობილია, აი საბაზრო ბაზარზე მოთხოვნადი სპეციალობები რაც არის, ანუ ისეთი სპეციალობები, რომელსაც შეიძლება საუნივერსიტეტო განათლება არ ჭირდებოდეს და პროფესიულად შეიძლება ადამიანმა აითვისოს და ამის შემდეგ დასაქმდეს აი ამ თავისი პროფესიით, აი ასეთ პროფესიების შესწავლაზე არის ორიენტირებული ეს ორგანიზაცია და როგორც უკვე გითხარით, არა მხოლოდ პროფესიის სწავლებაზე, არამედ ამ ადამიანების დასაქმებაზე ცრუნავენ. ძალიან დიდი მადლობა ნელი, რომ მოძებნეთ რომ მოხვედი ჩემთან და საშუალება მომეცი რომ ვაჩვენო. ერთი არის, როდესაც რაღაცას აშუქებ, მაგრამ მეორე არის აი წარმატებული ადამიანის მოდელი. ხო არა, ყველას გონია რომ ჩვენთან ბაზარი არ არის, რომ ძნელი არის საქართველოში რაღაცა ბიზნესის წამოწყება, მით უმეტეს საგანმანათლებლო სივრცეში და რაღაც ასეთი შემთხვევები ძალიან ისეთი ამბავია, რომ აუცილებლად უნდა საზოგადოებამ ფართო საზოგადოებამ გაიცნოს და საინტერესო იქნება თქვენი გამოცდილებაც. მოგესალმებით ქალბატონო ლალი, ძალიან დიდი მადლობა თქვენ დაინტერესებისთვის, მოწვევისთვის. ძალიან კარგი გადაცემა გაქვთ და ძალიან სასიამოვნოა ის რომ ადამიანს ეძლევა შესაძლებლობა თავისი ხმა გააგონოს მაყურებელს, მსმენელს მაგალითად ჩვენ შემთხვევაში და ასე შემდეგ. მადლობა თქვენ ამისთვის. რაც შეეხება BN აკადემიის დაფუძნების მიზანი სწორედ ეგ იყო თავიდან, რომ საბაზრო საქმიანობიდან მოთხოვნებიდან გამომდინარე, ჩვენ მაქსიმალურად შეგვეთავაზებინა თითოეული მსმენელი, რომელიც არის მომზადებული შესწავლა გადამზადების პერსპექტივით და შემდგომ უკვე აუცილებელი მათი დასაქმება, კარიერული წინსვლა და განვითარება. დღეს პირველ რიგში პრიორიტეტული ბაზარზე რაც არის დასაქმება და კარიერა. ჩვენ ვთავაზობთ თითოეულ ჩვენ მსმენელს ამ თითოეულ ჩამონათვალს, რომელიც დახტებოდ BN აკადემიაში. რა თქმა უნდა, მაღალკვალიფიციური პედაგოგები, რომლებიც გაუძღვებიან ამ კურსებს და ჩვენ მაქსიმალურად დიდ შრომას და დიდ მონდომებას ვდოებდი თითოეულ მსმენელში, რომ იყვნენ წარმატებულები, იყვნენ კარიერული წინსვლის განვითარებულები და ასე შემდეგ. ისე მაინც რომ ჩამოვთვალოთ, რამდენი 40 პროფესია თუ რაღაცა მითხარი და შეიძლება ყველა ვერ ჩამოვთვალოთ, მაგრამ რა ვქნა იცი დააჯგუფე და აი ჯგუფებად, აი ვთქვათ საბუღალტრო საქმე, მაგალითად კიდე კი ბატონო, თანამედროვე პროფესიები გვაქვს ძირითადად. აი მაგალითად რომ დავიწყოთ კულინარია, საოფისე პროგრამები, გაძლიერებული Excel-ი, საბანკო საქმე, სალომბარდე საქმე, რომელიც მოთხოვნადია, შინმოვლა და გადაუდებელი უნარები, ამ შემთხვევაში გადაუდებელი დახმარების უნარები, ხო? კი, ამ შემთხვევაში გეტყვით, რომ ემიგრანტებიდან ძალიან დიდი გამოხმაურება აქვს ამ პროფესიას და ჩვენ კიდე ამ შემთხვევაში ხაზგასმით გეტყვით, რომ საზღვაო ჰოსპიტალთან გვაქვს მემორანდუმი გაფორმებული და ისინი ეხმარებიან თითოეულ მსმენელს ცოდნა, რომელიც მიიღენ, პრაქტიკაში გადმოსცენ. და ასე შემდგომ 45-მდე მოქმედი პროფესია გვაქვს, რომელიც შევსებულია ჯგუფები, მიმდინარეობს კიდევ მიღებები და მიხარია, რომ ესეთი მოთხოვნა მოყვა ამ ყველაფერს და რა მაინტერესებს იცით? აი მოთხოვნა იმიტომ მოყვა, რომ აი საიდან გაგიჩნდათ ეს იდეა, რომ აი რა მოგცათ, აი ტრიგერი რა იყო, რომ აი მოგინდათ ამის გაკეთება. ძალიან კარგი. მე თავად გახლავართ საბანკო სალომბარდე საქმის პრაქტიკოსი და ტრენერი. მე ვიყავი მიწვეული პედაგოგი როგორც უნივერსიტეტში, ასევე ვიყავი კოლეჯში, ასევე აკადემიებში ვასწავლიდი, რამოდენიმე აკადემიებში
და ბოლოს გადავწყვიტე რომ მქონოდა საკუთარი საგანმანათლებლო მიმართულება და ხაზგასმით გეტყვით ამასაც რომ ეს იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე სწორი გადაწყვეტილება და ძალიან მიხარია რომ ზუსტად ის მოტივი რაც მქონდა იდეის დონეზე დღეს უკვე წარმატებას ექვემდებარება. ვიენი აკადემია თანდათან იზრდება და ვითარდება ქალბატონო ლალი ჩვენ სულ 2-3 წელია რაც ბაზარზე ვართ 2024 წლის 8 ოქტომბრის შემდგომ ჩვენ მემორანდუმი გვაქვს გაფორმებული ბესეოს უნივერსიტეტთან, რომელი პროფესიებიც თანხმედრაშია ჩვენთან. აი იქ უკვე ჩვენ მსმენელებს განვითარების მიზნით ეძლევა შესაძლებლობა გამოცდების ჩაბარების საფუძველზე, უკვე უნივერსიტეტში ბესეოს პროფესიულებზე გააგრძელონ სწავლება და აი იქ უკვე სახელმწიფო დაფინანსებას ექვემდებარება და რა თქმა უნდა სახელმწიფოს მიერ აღიარებული დიპლომი იქნება დამეთანხმებით თქვენ. ანუ ესე იგი ეს კურსები მე ამზადებს ბესეოს პროფესიულებისთვის. კი ბატონო. ჩვენიერია. ძალიან კარგია რა თქმა უნდა და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა თქვენ რომ აი ეს რომ მეთქვა მე მსმენელებისთვის და ეს ყოფილიყო მათთვის აუცილებელი ინფორმაცია, რომ დღეს მოვედი აქ და დღეს ვსაუბრობ ამ ყველაფერზე. რა თქმა უნდა, ჩვენ მადლობა ბესეოს უნივერსიტეტს, რომ დაგვიდგათ მხარში და ჩვენი მსმენელებისთვის ძალიან დიდი мотиваციაა ეს, რომ უკვე სწავლება შემდგომ სადიპლომო კურსებზე აგრძელებენ დამეთანხმებით, ხო? ასევე მხარში დაგვიდგა და მემორანდუმის პარტნიორი ყავს აჭარის დასაქმების სააგენტო, რომლებიც ჩვენს გვერდით დაფუძნების პირველივე დღიდან და ისინი ეხმარებიან ჩვენ მსმენელებს სწავლის დასრულების შემდგომ დასაქმებაში. და მე მიხარია და მიამაყება მათთან თანამშრომლობა და ეს მიმაჩნია მთავარ მიღწევად, რა თქმა უნდა, რომ თითოეული ბავშვი თავის განვითარებისთვის და შემდგომ პროფესიული წინსვლისთვის. აი ამას ეფუძნება ბიენი აკადემია. იცით რა მაინტერესებს? აი გარდა დასაქმების, არა მგონია რომ მხოლოდ დასაქმების აგენტო ყოფნის თქვენი კურსდამთავრებულების დასაქმებას თუ თქვენ რაიმე დამოუკიდებელი წყაროებიც გაქვთ? რა თქმა უნდა, დამოუკიდებელი წყაროებიც გვაქვს და უმეტეს შემთხვევა გადამზადების ჯგუფებსაც ემსახურება კომპანიები გვიკავშირდებიან, რომელიც უკვე კორპორატიულ გადამზადებას აწარმოებენ და ისინი უკვე დასაქმებულები არიან შესაბამისად ცნობის ანუ აქ უკვე განათლების ამაღლება და კვალიფიკაციაზეა საუბარი და ამ შემთხვევაში არის შემთხვევა, როდესაც ჩვენ დამოუკიდებელ წყაროებსაც მიმართავთ, არის შემთხვევა, როცა რა თქმა უნდა, ანუ თვითონ კომპანიები გიკავშირდებიან, როცა ჭირდებათ, ხო? მოთხოვნადია და მე აი დღეს მიხარია აი ამ თემებზე საუბარი თქვენ. იცით რა მაინტერესებს? გაქვთ თუ არა ბაზა იმ ადამიანების თქვენი კურსდამთავრებულების ბაზა და აი მე თუ ადევნებთ თვალს მათ ხო ეგ ძალიან საინტერესოა და გაქვთ ეგ სტატისტიკა ხო? კი და თითოეული კურსდამთავრებული რომლებიც წარმატებით დასაქმდნენ დღეს უკვე თავისთავად ჩვენს გვერდზე განთავსებულია სიამაყით და აი აქ უკვე ძალიან ბედნიერი ვარ მე რომ აი თითოეულ მსმენელს ვინც მოდიოდა მონლოდენით რომ რა იქნება, რა დაგვხდება და დღეს უკვე წარმატებულები არიან და კარიერული წინსვლა აქვთ. ეს იყო მიზანი ძირითადად. ყველა პროგრამას თავისი დრო აქვს და ვადები თუ აი დაახლოებით რა ვადები ჭირდება თქვათ ერთი თვე, სამი თვე თუ აი რა არის ის ვადა რომ ანუ არსებობს თორე ეს მოკლე და გრძელვადიანი კურსები კი, როგორ არა. გვაქვს მაგალითად არის პროგრამა, რომლებიც ექვემდებარება ერთთვიან სწავლებას, არის პროგრამა, რომელიც ექვემდებარება 3 თვეს. აი აქ უკვე სწავლების პროცესია დამოკიდებული და რომელ კურსს აირჩევს მსმენელი, აი იმაზე ვართ ორიენტირებული. და ასეთი გაქვთ თქვათ შემოკლებული კერა და რაღაცა კომპენსირებული რაღაცა და ისეთი მოკლე კურსი. აი მაგალითად პირობითად ვიძახი, თბილისში არის ძალიან კარგი არჩევანი და აი თქვათ რაღაცა მხოლოდ კოქტეილებზე რო იმუშაოს მაგალითად ებან კი, როგორ არა, ბარმენის კულინარმა თქვათ, აი მხოლოდ როგორ აიცი, აი ხანდახან არის რომ ეს ძალიან დიფერენცირებულიც ვნახე, რომ აი რძის კოქტეილები დაუშვით მარტო ამ მიმართოთ თქვათ არაალკოჰოლური ან ალკოჰოლიანი კოქტეილები რაღაც, აი ესე დიფერენცირებული არის? კი, როგორ არა, აი ხა თქვათ სომეულები კულინარიაში, ხაშლამები ძალიან კარგი. კი, ქალბატონო ლალი, იმიტომ რომ ჩვენთან აი ხა მაგალითად კულინარიის პედაგოგი ყავს არაჩვეულებრივ შეფ მზარეული, რომელმაც მოამზადა ბავშვები. თვითონ მოქმედი შეფია? რა თქმა უნდა და უძლიერს. და თუ გინდათ თქვით ვინც არის. რომელი
თქვენ წარმოიდგინეთ, აი ამ შემთხვევას გეტყვით, რომ აი მან რომ დაასრულა უკვე მათმა მსმენელებმა სწავლება, ის თავად დაეხმარათ მათ, იქვე ადგილზე დასაქმებულიყვნენ. აი მაგალითად, სალათების მიმართულებით, ვინაიდან გაუსვით ხაზი, ბარმენის მიმართულებით, მიუხედავად იმისა, რომ რა თქმა უნდა, ერთ რესტორანში ყველანაირი სივრცეა, იქ არის ცივი, ცხელი კერძები, დესერტები და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ მაქსიმალურად მრავალფეროვნად ვეხმარებით ჩვენს მსმენელებს. მეგთავაზობ ერთ რაღაცას. აი ახლა მაქვს დაგეგმილი საკვირაო სკოლაში, რომ ვიდა ჩვენ ხშირად ვაკეთებთ რაღაც ხან ბანანის კოქტეილი, გავაკეთეთ ხან ისა მილკშეიკები, რაღაცებს მოკლედ ვამზადებთ ხოლმე აქედან ძალიან ხალისობენ მე ბავშვების სახლში უალკოჰოლო მოხიტოები გააკეთეს ჩვენმა მოსწავლეებმა და მე სახლში მამებს უმზადებენ და ნუ მოკლედ ძალიან ისეთი ამბავი გვაგრავენ. და ასეთი კოლაბორაცია შეიძლება გავაკეთოთ. თუ გნებავთ, თქვენი შეფია რომელიმე ერთი თქვენი მოსწავლე მოვიდეს და ჩემ მოსწავლეებს გააკეთებინოს სალათი. ძალიან კარგი იდეაა. ვასწავლოთ რამე თუ აქვთ ისეთი საავტორო სალათი და ისა ბავშვები გააკეთებენ და თვითონვე შეჭამეთ თავიანთ მომზადებას. აი რა კარგი мотиваცია თქვენი სკოლა რაც შეეხება მე ხაზგმას მინდა აღვნიშნო რომ ძალიან კარგია ეს საკვირაო სკოლა მშობლებს განსაკუთრებით ეხმარებათ რომ იმედიანად იყვნენ და როგორი თანადგომაა თქვენი მხრივ ახლა ეს საკვირაო სკოლა და პლუს როგორი განმავითარებელია ბავშვისთვის. კი, ყველა მიმართულებით. კი ბატონო, ძალიან მიხარია ეს თქვენი მრავალფეროვნება, ეს თქვენი პროფესიონალიზმი, გისურვებთ წარმატებებს ქალბატონო ლალი თქვენც ასევე და მე პირადად მაგალითად აი ხშირად მეკითხებიან რომ აი სად დაადიან პატარების რაც შეიძლება მიიყვანო აი ჩემი რეკომენდაცია თქვენი იმიტომ რომ ეს არის ზუსტად ის ადგილი სადაც უნდა მოვიდნენ და მშობლები უნდა იყვნენ აქ უკვე ამაყნი რომ თქვენთანაა ბავშვები. ძალიან დიდი მადლობა. მაგრამ რა არის იცით მე ვიცი რომ ახლა თქვენ კი საუბრობთ ასე რაღაცა მსუბუქად და ხიმილიტებით მე ვიცი რომ ხოლმე შრომა დგას ასეთი რაღაცების უკან და როგორი პასუხისმგებლობა დგას. აი თუ გქონიათ რაიმე ისეთი იმედგაცრუებები რომ აი დაიწყე და მე მაგალითად მქონდა პერიოდულად რაღაც ჩავარდნები იყო, მე ვაკორექტირებდი რაღაცა ანალიტიკას ვაკეთებდი, ვისაც თქვა წარუმატებლობის მიზეზი რა იყო. აი რაიმე ისეთი თუ არის, რომ აი მოლოდინები რო გქონდა და თქვა არ გაამართლა, ან პირიქით რო არ გეგონა და გაამართლა რამე ბოლოდნელობებს თუ წააწყ. აუ ქალბატონო ლალი, ეგ რა კარგი კითხვა დამისვით ეხა თქვენ. სწორედაც აღნიშნეთ, რომ ზოგადად რაღაც საქმეს რო ეჭიდები, მხოლოდ კარგზე ფიქრობ. და იწყებ პოზიტივით, ხო, ამ საქმის შემართებას. სპოტანალიზმი და სუსტი წერტილებისა და ხო უნდა ნახო. აი ნახეთ ეხლა რა მომენტია ქალბატონო ლალი, როდესაც დავაფუძნე ბიენი აკადემია, ძალიან ბევრ გაუთვალისწინებელ ნიუანსს შევხვდი. ნიუანსს შევხვდი მხოლოდ ადამიანების მხრიდან. აი აქ უკვე თანადგომაზე მაქვს საუბარი. ძალიან ბევრმა მხარში დამიდგა კი ბატონო და მიხარია და აი ვაფასებ და მთელი სიცოცხლე რომ დაგამახსოვრდება ეს შემთხვევა, ხო? მაგრამ ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ესეც ბიენი აკადემიის სატესტო თემა იყო. რამაც ჩვენ მარტო განვანვითარა. მეტი არაფერი, განვითარებას ექვემდებარება ეს ყველაფერი, ხო? ანუ ეს ყველაფერი რაც იყო ის სანერვიულოდ, ცოტა ისეთი. დღეს ბიენი აკადემია ამაყად დგას ბაზარზე და უკვე ძალიან მიხარია, რომ ესე ბიენი აკადემიის ხსენებაში ვარ. აი რომელიმე პროექტი თუ იყო ისეთი, რაც არ გამოგივიდათ, თქვათ. არა, ხო, ეგეთი არა. დიდი შრომის შედეგად, დიდი ემოციების შედეგად. აი ზოგადად ვამბობ, რომ ალბათ ეს გურულობა მეხმარება. აი ეს რაღაცნაირი შემართებით რა ყოლა. აი ესეთი გვარის ხა. როგორ არის ნებითა თქვენი თანძალი და ჩემითა, ხო? ეს მეხმარება. არა ეს მართლა კარგი ის არის, რომ ზუსტად იმისი მიწოდება, რაც ადამიანს უნდა ყველაზე მნიშვნელოვანი ეგ არის მაინც რა, რომ აი იმ წუთს დაასრულა, თან დაიწყო მუშაობა. ისეთები თუ ყავთ, რომ აი ვერ დაასაქმეთ. ანუ აბსოლუტურად ყველას ასაქმებთ. აი ხა ჩემამდე რა ბაზებიც არის მოსული, უმეტესი წილი დასაქმებული. ანუ თქვენ წინასწარ გაქვთ ინფორმაცია, თქვათ რომელ ორგანიზაციებს რა სპეციალისტები ჭირდებათ, უცებ კრებთ ამ სპეციალობის შემსწავლელ კადრებს და უშვებთ კი ბატონო, არის მომენტი, როდესაც კომპანიები მიკვეთავს. მე დღეს მჭირდება თქვენსგან მაგალითად ერთ-ერთი გადამზადებული კადრი მაგალითად რა ვთქვათ, ვინაიდან მე ვარ საბანკო სალომბარდო საქმის პრაქტიკოსი და ტრენერი, გეტყვით რომ ვიმუშაოთ ლომბარდში ექსპერტ შემფასებლად ძვირფასი ლითონების.
მე უკვე მყავს კურსდამთავრებული და ვთავაზობ, რომ მოდი ეს გოგონა, მითხარ დაინტერესდებით ეს ბიჭი, ძალიან კარგი ექსპერტია და ასე შემდეგ. ანუ ახლა კიდე ერთი პრობლემა გექნება შენ აუცილებლად. გარდა პროფესიონალიზმისა და თქვა თეორიული სწავლების, ისეთ სპეციალობებს ეხებით, რომ ამას რაღაცა პიროვნული უნარებიც სჭირდება, ხო? ამას თუ ტესტავთ, რაღაც ხო, ანუ რამდენად სანდო არის, რამდენად ერთგულია საქმის. კი, რა თქმა უნდა, ქალბატონო ლალი ძალიან კარგია. აი, პირველ რიგში ეგ უნდა გატესტო ადამიანის, მე პირადად ვფიქრობ, იმიტომ რომ კომპანია, რომელიც მოგმართავთ თქვენ, რომ მე მჭირდება თქვენსგან კადრი, ესე იგი, მას ნდობის საკითხი აქვს, ხო? პირველ რიგში ეს საკითხია. როგორც ასეთი ნდობას და პატივისცემას მე ძალიან ვაფასებ. და კოლეგიურობას პირველ რიგში და გეტყვით იმას, რომ აი სანდო ადამიანი დღეს არის დეფიციტი და მაქსიმალური უნარჩვევებით შაი უნდა მოხდეს მისი შემოწმება და შემდგომ გაგზავნა. მით უმეტეს სალომბარდო საქმესთან ადამიანი პირველ რიგში მე მგონი მაგუნარებით უნდა დატესტოთ ადამიანს. კი, მართალი ხართ, იმიტომ რომ ეგ პირველ რიგში დაინერგა ჩვენთან. და რაიმე ტესტებს აკეთებინებთ თუ როგორ თუ რაღაც იქნება ესენი, რის შედეგადაც უკვე მოწმდება და რომ დადასტურდება, რომ სად არის ეს ადამიანი და მას ნამდვილად სურს, რომ დასაქმდეს. ის არა იმისთვის ამოსული, რომ იმუშაოს, ის არის მოსული, რომ განვითარდეს. აი აქ უკვე სულ სხვადასხვა მიმართულებით. არის კადრი, რომელსაც ჭირდება მაგალითად მხოლოდ დასაქმება, არის კადრი, რომელსაც ჭირდება პიროვნული ზრდა. აი ამ საკითხს გავმიჩნევ მე. ძალიან კარგი. ძირითადად რა ასაკის ადამიანები მოგმართავენ ხო? მაგალითად მე-9 კლასის ზემოთ ნებისმიერი ასაკი. მე მყავდა 61 წლის ქალბატონი, რომელიც საბიბლიოთეკო კურსს გადიოდა ჩვენთან და მუშაობს ბიბლიოთეკაში. ძალიან კარგი ქალბატონია, რომელიც მეამაყება და მიყვარს და მიხარია, რომ ჩვენი მანტია მას ესო და მოვიკითხავ დიდი სიყვარულით. მშვენიერი. ანუ საბიბლიოთეკო საქმესაც ასწავლ. მოდი რა გავაკეთოთ, იცით, ამ ჩვენი პოდკასტის ქვემოთ რაღაც მივათითოთ თქვენი ისა, ხო, რა პროფესიები არის რა. ლინკად რო ჩავაგდოთ რა პროფესიებია, იმიტომ რომ მგონია, რომ ბევრი დაინტერესდება და ძალიან საინტერესოა. ხანდახან არის ასეთი თუ ყოლიათ. აი მაგალითად საუნივერსიტეტო ან უმაღლესი განათლება რო აქვს. თქვათ ადამიანს და მოვიდა თქვენთან გადამზადებაზე, ხო? მიმართულებით. სხვა მიმართულებით. ანუ ადამიანს როდესაც აქვს ერთი მიმართულება დასრულებული და სულ სხვა მიმართულებით ისწავლა ჩემთან და სულ სხვა მიმართულებით მიდის. აქ უკვე საამაყოდ მაქვს საქმე, მე ესე ვფიქრობ და მიხარია, იმიტომ რომ დღეს ადამიანი იმ მიმართულებით და იმ პროფესიით უნდა განვითარდეს, რაც ბაზრის მოთხოვნებს ჭირდება, რომ დასაქმდეს, ხო? კარიერული წინსვლა აუცილებელია. რაც შეეხება ახლა ქალბატონო ლალი, ასევე გეტყვით იმ ფაქტს, რომ ბიენი აკადემიას აქვს 25%-იანი შეღავათები შშმ პირებზე, მარტოხელა დედებზე, მრავალშვილიან ოჯახებზე, სოციალურ დაუცველებზე. ხო, ეს რას ნიშნავს ახლა? მათ ექნება ჩანსი დასაქმების წარმატების ნაკლებ ფასად. ანუ აქ უკვე ვითვალისწინებთ მათ მხარდაჭერასაც მაქსიმალურად და ხელშეწყობასაც. აუცილებელია უბრალოდ დამადასტურებელი დოკუმენტი, უკვე შესაბამისი, რა თქმა უნდა, რაც ჩამოვთვალეთ იქიდან. და ეს ფასიანი კურსებია, ხო? ცხადია და რა მაინტერესებს? აი, სასტარტო კაპიტალი თუ დაჭირდა გარდა შენობისა. როგორ არა ქალბატონო ლარი. აი, ბიენი აკადემია არის პატარა იმპერია პირადად ჩემთვის და მიხარია, რომ ამ იმპერიაში იყვნენ წარმატებულები, არიან წარმატებულები იყვნენ, არ ვიტყვი, არიან წარმატებულები საამაყოები და აი მიხარია, რომ ბიენი აკადემია დღეს უკვე სადღაც რომ მიდის და წარდგენილია რაღაც ნომინაციით ან ვასპონსორებთ, ამ ხარშევიდგებართ, ამ კურსებით ვეხმარებით, ხო, ჩვენ ძირითადად განმავითარებთ. თავიდანვე აი ამ თვითდაფინანსებაზე იყავით თუ რაიმე დაგჭირდა წინასწარ ეს მაინტერესებს. არა, თვითდაფინანსებით. თვითდაფინანსებით. კი ბატონო, თვითდაფინანსებით დავიწყოთ, აი ასე ვთქვათ, შიშველი ხელებით. მყავდა რამოდენიმე საუკეთესო მრჩეველი გვერდით, რომლებიც დღემდე მომყვებიან და მხარდაჭერა, იცი ქალბატონო ლალი, სწორი რჩევა არის ყველაფერი დღეს. აი დეფიციტია საუკეთესო და თან ესე ბაზარზე მგრძნობელობა უნდა გქონდეს, ხო, ობობასავით უნდა იყო, რომ აი გრძნობდე ბაზრის მოთხოვნებს. აი სწორად აღნიშნეთ, რომ თბილისში მრავალფეროვნებაო აი კურსებისო 100%-იანია ეგ ნათქვამი, მაგრამ ნახეთ რა მომენტია, ბათუმი არის პატარა შედარებით და აქ უკვე ჩანს თქვენი ანუ აკადემია ჩანს. აი ამას გავუსვით ხაზს, რომ ბათუმში უფრო მეტი მოთხოვნა
აი თუნდაც ეხა ჩვენ თბილისიდან ონლაინ ფორმატითაც გვაქვს სწავლება, როგორც აუდიტორიულ სივრცეში, ასევე ონლაინ საქართველოს ნებისმიერ ლოკაციიდან, ასევე ემიგრანტებისთვის ან ნებისმიერ მსოფლიოს კუთხიდან, ხო, დღეს 21 საუკუნე ძალიან განვითარებული ამ მხრივ და გვეხმარება. და თქვენ წარმოიდგინეთ, გამოხმაურება რომ მოხდა, მე თბილისიდან ამდენივე თუ დამიკავშირდებოდა არ მეგონა. ნამდვილად არ მეგონა თუ აი ესე თბილისი, ქუთაისი, ზუგდიდი, გორი, ესე აქტიურად ონლაინ კურსებსაც და ოფლაინიც გაქვთ, ხო? კი. ოზურგეთი, ჩოხატაური, ესენი აქტიურად არიან ჩვენში, აი ჩვენთან ერთად მოდიან და ძალიან მიხარია და მიამაყება, რომ ჩვენ იმდენი შევძელით, რომ ჩვენზე უკვე ინფორმაციას ფლობენ. ხო, რაიმე ისეთი ხო არ არის, რომ აი კიდევ გითქვა და მე არ მეკითხავს. არა, მე ახლა მხოლოდ ერთ დავამატებ ჩემო ძვირფასებო, ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი საღამოსთვის, რომ მომიწვიეთ და მომეცა შესაძლებლობა მესაუბრა აკადემიაზე და ასე კიდე დარწმუნებული ვარ, თქვენი გადაცემა ძალიან ბევრ რესპონდენტს მისცემს საკუთარ თავზე სასაუბრად და საკუთარ ბიზნესის ხმა გააგონოს თითოეულს. თამით უმეტეს როცა განათლების სფეროშია ეს. კი ბატონო. ამიტომ თითოეულს თქვენს გისურვებთ წარმატებებს, ხოლო თითოეულ მსმენელს შევახსენებ, რომ ჩვენთან მიმდინარეობს მიღება. გვაქვს როგორც ვებ გვერდი ბიენი აკადემიის, ასევე გვაქვს Facebook გვერდი, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ. დეტალები პირადში გავიგებთ. კი, ლინკებს ყველაფერს ჩავაგდებთ იმაში, კომენტარებში დავდებთ და მაყურებელი თუ დაინტერესდება, იქვე ხელთექნება ყველაფერი. ჩვენი პოდკასტის ფინალური ნაწილი არის ყავაზე საუბარი. იმიტომ რომ ეს არის ლალისთან ყავაზე. და გემრიელი ყავა. ხო, და ეს ყავა შემთხვევითი არ არის ამ პოდკასტში, იმიტომ რომ ჩემი ცხოვრება შედგება ორი ნაწილისგან, ერთი რო სულ ვასწავლი და მეორე რომ როცა ვასწავლი, მაშინაც მას მერეც და მანაც ვსვამყავ. აი რა არის შეთვის ყავა და ყავის იმას სხვადასხვა ტიპის ყავის მოდუხების ტექნოლოგიები თუ ისწავლება ბიენ აკადემიაში. ძალიან კარგია. მე მახსოვს იტალიაში მოგზაურობის დროს დავლიე ირლანდიური ყავა. და თან რა იყო? რაც რა მქონდა გაკეთებული და ფერდავლიე ბოლომდე და რაღაცა სული წამდე ერთი ყლუპი მოვსვი ალკოჰოლს შეიცავს და ამიტომ ვერ გავბედე რომ რამე არ დამემართოს მეთქი და ჩარჩენილი მაქვს ის გემო და სულ ვეცებ იმ გემოს და ბათ საქართველოში ვერ დავლიე ესეთი ყავა და თქვენთან როგორ საქმე გყავს ირლანდიური ყავის სპეციალისტები. მოგზაურობთ ჩვენებურ ყავაში მოთავაზებთ, რა თქმა უნდა, ყავა ძალიან კარგია რომ გიყვართ, მეც მიყვარს ყავა, მაგრამ მხოლოდ ხსნადი, ქარბატონო ლალი, იმიტომ რომ ნალექიან ყავას ვერ იდები, აი იყო პერიოდი, როცა მასიურად ვსვამდი, მაგრამ რატომღაც გადავწყვიტე რომ ხსნადი ყავა უფრო ნალექიანი ყავა უფრო სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, დამიჯე. არ შეგედავებით. მაგრამ დიდად ყავისტი არ ვარ. ყავის მოყვარული, აი როგორც ესეთი ყავის მოყვარული ადამიანი, ხო, არა, ყავისთვის სამაგეროდ ყავა რო დგას, მაშინ საუბარი სხვანაირად. მეტიც უფრო უშუალოა. აი ეს არის რომ სასაუბრო, მე ვფიქრობ რომ ყავა არის ზუსტად მიზეზი, რომ ჩვენ ვისაუბროთ ჩვენ შეხვდეთ და ეს ჩვენი განკვეთა გავაკეთოთ და ძალიან კარგია ეგ ყველაფერი. ეხლა კარგი, მოკლედ ორი თხოვნა თქვენთან, შევთანხმდეთ მაშინ აქვე. ერთი რომ თქვენი შეფი მოვა და ჩემ მოსწავლეებს გააკეთებინებს სალატს და მეორე რომ რაღაცა ძალიან საინტერესო ყავას თუ მოგვიზადეს თქვენი შეფი, შემდეგ რესპონდენტთან უკვე თქვენს მიერ მომზადებული ყავით ვისაუბრებთ. სიამოვნებით, წარმატებებს გისურვებთ თითოეულ თქვენთანგან და მოგზავნეთ ყავაზე ლალისთან ძალიან სასიამოვნო და თავისუფალი საუბრები გელოდებათ. და ჩემთვის იმითია საინტერესო ეს რესპონდენტი, რომ ანუ შენი ყოფნა ჩემთან, რომ იშვიათად სულ ვდებ ხოლმე რა ჩემში სოციალურ ქსელებში, რომ ვინმეს თუ გაქვთ ისეთი რაღაც საკუთარი გამოცდილების მოყოლის სურვილი და რაღაცა შეგეძლიათ მოხვიდეთ. მით უმეტეს თუ როცა განათლების და სწავლების საქმეს ეხება, ეს პირდაპირ მჭირდება რა ასეთი ადამიანები, მე თვითონ მჭირდება, რომ ასეთ ადამიანებზე ვისაუბრო. და ნელი ზუსტად ის ადამიანია, რომელიც თავად გამომეხმაურა და მითხრა, რომ ძალიან კარგი იქნებოდა ჩვენი კოლაბორაცია და ჩვენი ამ ფორმით თანამშრომლობა. ძალიან მიხარია და მიხარია ქალბატონო ლალი, თუ რაიმე სიახლეები იქნება ბიენ აკადემიის თქვენ სკოლას შორის და ამასაც დავგეგმოთ სამომავლოდ თანამშრომლობის მხრივ. წარმატებები.
მადლობა შენ მოსვლისთვის და ასეთი საინტერესო და როგორც საინტერესო და საჭირო საქმეს აკეთებ. ძალიან საჭირო საქმეს და ძალიან მნიშვნელოვანს. მე ვფიქრობ, რომ განათლება და ჯანდაცვა ორი უძლიერესი იარაღია, რომელიც ძალიან აუცილებელია და აი აქ უნდა იყოს ყველაფერი. არსებობაზე რო დადის რა, ფიზიკური არსებობა და რო იარსებო ამისთვის რაც გჭირდება ეს კიდე. კი, ვიტალურ პრობლემებამდე მიდის. დიდი მადლობა ნელის ამ განწყობაზე დავემშვიდობები ჩვენს მაყურებელს. ეს იყო პოდკასტი ლალისთან ყავაზე. ჩემი სტუმარი იყო BN აკადემიის დამფუძნებელი ნელი ბარამიძე და ყველას გირჩევთ, რომ თუ კი რამის საჭიროება გექნებათ, ნახოთ კომენტარებში, გაეცნოთ ამ აკადემიის მუშაობას. იქნებ გამოგადგეთ და მე მგონია რომ კაი საქმეს აკეთებ და უნდა გაფართოვდეს აუცილებლად და უნდა პიროვნული ზრდა და პროფესიული ზრდა აუცილებელია ქალბატონო ლალი. თან ეს არაფორმალური რითია კარგი, რომ არავინ არ გაძალებს და ხვდები რომ გჭირდება და სწავლობ. აი ამაზე კარგი არაფერი არ არის. ეს შემთხვევაც მქონდა ქალბატონო ლალი, ბოდიში აქ გავაგრძელებ თემას, დასრულებულ თემას. რომ იყო ქალბატონი მობრძანებული, მოვიდა სულ სხვა მიმართულებით, დაგვირეგისტრირდა კურსი იწყებოდა ერთ ლექციას და ესწოდა. სადღაც იქ კონდიტერია შენიშნა. აი აქ ჩემი საქმეა და გადავიდა კონდიტერიაზე და დღეს ისეთ კარგ ტორტებს და რაღაცებს აკეთებს, რომ ძალიან სადიმუშო ქალბატონია და მიხარია, რომ მან თავისი საქმე იპოვა, თავისი პროფესია იპოვა და დამინჯერეთ უკვე იმდენად კარგად შეეგუა თავის საქმეს, რომ დღეს ის სახლიდანაც მუშაობს, დამატებით შემოსავალი აქვს, ასევე საკონდიტეროში მუშაობს და აი ეგ არის მიზანი, ხო? აღმოაჩინო შენი შესაძლებლობები. და მიხვდე რომ არა მხოლოდ შენი შესაძლებლობებია და არა მხოლოდ ის რაც შენ გსიამოვნებს, არამედ ის რაც დაგასაქმებს კიდეც. აი ჩემი ლოზუნგი არის, რომ უნარი ქმნის შესაძლებლობებს. მასია ნამდვილად. ეხლა უკვე ნამდვილად დაგემშვიდობებით, ეს იყო პოდკასტი ლალისთან ყავაზე და ჩვენ ვიყავით ლალიანთითის საკვირაო სკოლაში.